Იხაროდენ ვენახო კეთილ გამომღებელო ტევანსა ტკბილსა რომელმან გვიწდია ღვინოი საღმრთო მახარებელი გულითა იესო სასმელო წარმოუცარიელებელო აღმადგინე მე დაცემული იესო ტკბილო მაცხოვნე მე ხეთის მერობა შესთავაზეს გიორგის და გავიგეთ ჩვენ და დაურეკეთ და მოგილოცო თუ რა ვქნათო და ამა თქვა ესეთი შეკითხვა დაუსვიო რა უნდა გავაკეთო მანდ და ეს რომ დაუსვი შეკითხვა ყველამ შემომხედესო და რა ვიცი თუ აბაო და ხო და თუ არ იცი თუ აქ ვიცი რასაც ვაკეთებო და ამ საქმესაც მოუწყდებიო და თავი საქმის კეთებაო თორე დაწინაურება კი არ არისო მოკლედ აი ესე უანგაროთ დადის უანგაროთ ჩავა სოფელ ასე უანგაროთ ეხმარება თავის რჩევებს აძლევს აი მე რომ მკითხოთ ილია ჭავჭავაძის ფრაზას გავემეორებ საქართველოს სულ ერთეული ადამიანების გადარჩენილიაო ალბათ აი ესეთი ხალხის გადარჩენილია და პირველ რიგში დავამხნეოთ ეს ბუდე ქართველი რომ არ გაჩერდეს და ამისთან ქართველები აი საფრთხე აღარ მადლობა მოგზაურობისათვის მოგესალმებით ყველას ისტორია იყო ჩვენი ფილმი. უკვე რამდენიმე წელი გავიდა, 3 წელი ალბათ ხო ლუქსო. რაც გადაღებული იქნა და ისტორია მოგხსენებათ რაც არის ეს არის მეცნიერება წარსულის შესახებ. ერთი სიტყვა არ არის ახსენები არც აზყოზე არც მომავალზე, ეს არის მეცნიერება წარსულის შესახებ. ფილმიდან აი რაჭაში რო ავედით იქ ჭარბაძე დიდი უზარმაზარი საწნახელი რო ქონდეს კაცი გარდაგვეცვალა წავიდა რა განათლოს უკვე შეიძინა ფილმმა წარსულის რაღაცა აჩრდილები წარსული დაიწვირთა უკვე შენ გეალერსება დედული ვენახი ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები ზვარში რომ გაივლი ჩაყურსულ მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი დამკრახულია რა ზე არის ჩვენ შორითგან გიყურებს ავს რომ აგაშოროს ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი ის არის ივერის მცველი და მსვერავი და ჯვარს ვაზისა წაგართმევს ვერავინ არის ასეთი აზრი რომ წმინდა გიორგი და წმინდა ნინო იყვნენ სწორედ ქართველთა ტომიდან პირველ რიგში ალბათ ეს ფილმი შედევრია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი ხდება იმას, რაც მან იცის, მაგრამ იმ დონემდე გააზრებული არ აქვს, როგორც ვთქვათ, წიგნი გასწავლის, ისე გასწავლის ეკრანიც. იცით რა არის? ამ ბოლო დროს ღვინოსთან დაკავშირებით ჩემი ოჯახური აზრი გამეჩნდა. აი როგორც თქვენ ჩემო კეთილი, ხო? ისევე ჩვენს გადავწყვიტეთ ღვინოსთან ურთიერთობა დაგვემყარებია. 3 წელია რასაც ანუ 3-ჯერ შევძელი ღვინის დაწურვა. ჩემი შვილი ბერია და მისი მეგობრები ბერები ჩამოდიან სხვადასხვა მონასტრებიდან, 2 მონასტრიდან, უпростоრედ ფიტარეთის მონასტრიდან და ერთ-ერთი მონასტერია კიდე და წურავენ. მე რო წურავენ, ჩემ და უნებურად ხო დაუწყე საუბარი, ლექსებს უკითხავ, ჩემს ზღაპრებს უყვები, ღვინოს. და თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება გაგიკვირდეთ. აბსოლუტურად შეიცვალა ღვინო. იმიტომ რომ ჩემი მეუღლის მშობლები უკვე ამდენი ხანია ხო ტიბანში წურავენ ამ ღვინოს. ხო და რამდენჯერმე მითხრეს რომ ესეთი ღვინო
ხა იმიტომ კი არა რომ მე პროფესიონალი ვარ ან რამე ისეთ წარმოვადგენ, ხო? სამჯერ ჩემ ცხოვრებაში ვიკითხე როგორ რაღაც მითხრეს რომ აუცილებელია იმის რა ქვია ბალის ხე უნდა იყოს რაღაც ხო აუცილებლად ბალის მაინც და მაინც ხო და იმ ბალის ხით უნდა მოურიო ანუ ისეთი თვისებები გააჩნია ღვინოს აი შეიძლება ეთკინოს თვითონ ღვინოს შეიძლება ეთკინოს ის რომ საქართველოს ვაზისა და ღვინის კლასიკური ქვეყანაა და აი აქ ეს ტრადიცია არ შეწყვეტილა უწყვეტად მოვიდა დღემდე ისიც ამტკიცებს რომ საქართველოში ხრამის დიდგორაზე აღმოჩენილია უძველესი ერთ-ერთი უძველესი საღვინე ჭურჭელი რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის საგამოფენო ცენტრში და ეს თვითონ ეს ნივთი კუთვნილება არის ეგრეთ წოდებული შულავერ შომუ თეფეს კულტურისა, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები არის მე-6-მე-5 ათასწლეულები ძველი წელთაღრიცხვის. ქვევრის უნიკალურობას ადასტურებს ყურძნის მტევნის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც უძველესია მთელს წინა აზიასა და კავკასიაში. ქიმიურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ჭურჭლის კედლებში დარჩენილი არის ღვინის მჟავა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ჭურჭელში ესხა ღვინო. ამ მიდამოებში ნაპოვნია კულტივირებული ვაზის უამრავი წიბწა. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მარნეულის ველზე ყვაოდა მეღვინეობა მე-6 ათასწლეულში. ტყუილა არ არის შემკული აი ეს ჭურჭელი ვაზის მტევნით. ბუნებრივია, ამითი შეამკო, ესე იგი ეს საღვინეა. ამაში ის ლუძ და წყალს არ ჩაასხამს. მე მინდა მოგახსენოთ ერთი რამ, რომ 2012-13 იყო, როდესაც ჩვენ შევხვდით მე და ლექსო სვიადი ლევანი აი ეს ვიჭების ნულიერ კუთნელები გავიცანი. მაშინ გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ გაგვეხორციელებინა ესეთი ჩანაფიქრი, ესეთი იდეა. ეს იდეა იყო მათი მხრიდანაც ეს იდეა, რაც ჰქონდა ეს იდეა ალბათ ყველა ქართველს ექნება, რომ საშუალება რომ მოგცეს, რას გააკეთებდიო, ამაზე წინასწარ გქონდეს ჩვენ ნაფიქრი ალბათ. ადამიანი და კაცი ახლა იმიტომ არის კაცი რომ უნდა იფიქროს და ვიფიქროთ. და თან მომზადებული უნდა ვიყოთ, ნათქვამია სახში ინტერვიუ შემოუვარდება კაც ხანჯრის და სატევის მისვლა მე კი არ უნდა დაიწყოს. სათ უნდა ვიყოთ. მე თითქმის 10 წელი ქონდა ეს გონებაში. მერე უცბად ერთმა გამომიჩინა ესეთი ხალხი სტუდია გუთანის სახით, ლექსოს და დანარჩენი ძმების სახით, ლევანის, ზუიადის და სხვებისა, რომლებმაც განახორციელეს ეს იდეა და ძირითადი შოუმა და ძირითადი ჯამფა მაინც ლექსოზე მოვიდა, ვინა გითხრათ. უცბად მოვიფიქრე და მოფიქრებული მქონდა, რაც უნდა გამეკეთებინა და როდესაც შევხვდით, ჩვენ უკვე დავთქვით პირველი შეხვედრის თარიღი და დავიწყეთ უცბად გადავედით მუშაობაზე. რამდენიმე თვის მანძილზე ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ მუშაობა და გვიანი შემოდგომა პროცესს დავასრულეთ გადაღებები. მე ლექსომ გააგრძელა სტუდიაში მუშაობა, დაამუშავა, დაასრულა ეს ფილმი, დახვეწა, გადაკეთდა 1-2 მე ითარგმნა კიდევაც ამაზე ლექსობა თქვის თვითონ. იცით რა არის? საქმე ის გახლავთ, რომ მევენახეობა მეღვინეობის სფეროში გადაღებული ფილმებით არა ვარ ჩვენ განეგონებულები. არ აქვს ჩვენ ესეთი ფილმი. და ფაქტობრივად არ აქვს. არც ღვინის ქურდებია ღვინოზე, არც ქვევრი არის ფილმი, შესანიშნავი ფილმი ღვინოზე გადაღებული, არც ოთარ იოსელიანის ფილმი გიორგობისთვის საერთოდ ღვინოზე არის, საერთოდ სხვა თემა არის და სხვა ჩადებული და ასე შემდეგ. აი, რაღაცა თითოეულა რაღაც გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ იმჟამად და ამჟამადაც მოძალებულმა ამ ტელესერიალებმა, ამ ზოგიერთ შემთხვევაში უგვანო ფილმებმა, რომლებმაც წაბლეკეს რამის იყო, აი ჩვენ თითქოს აი ავდექით და შევებრძოლეთ ამ სიტუაციას. მოხდა ისე, რომ სწორედ იმ ხანებში ცოტა ხნის წინ იქნა გადაღებული ესეთი ფილმი. სხვათა შორის ჩვენი ძალიან ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის მიერ, რომელსაც
ვინის აკვანი და არქოს თუ ვწდები თუ ინგლისური ვერსია მისი Cradle of Wine ესე ქვია რომელიც არის ქართველი ერის და საქართველოს შეურაცხყოფა. ქართველი ერის შეურაცხყოფა არის ეს ფილმი. ამ ფილმის მონტაჟი უკვე დასრულებული იყო. ამ დროს სტუმრად ჩვენთან ყავდნენ ინგლისიდან და ირლანდიიდან ჩამოსული საქართველოზე შეყვარებული ადამიანები. და ამ ერთ-ერთი ჩვენი პროდიუსერი ამ ფილმის მამუკა სესიაშვილი ამათან იყვნენ სტუმრად ჩამოსული და მან ჩვენთან სტუდიაში შემოიყვანა და ჩვენ ეს კადრები ვაჩვენეთ. ახლა ჯერ ინგლისურად არ ქონდა ნათარგმნი და კადრები ვაჩვენეთ, აი როგორ იწურება, როგორ მოდის და იმდენად დაინტერესდნენ, რომ თხოვეს ასეთი რამე, რომ თუ ინგლისურ ვარიანტს გავიკეთებ, ჩვენ Discovery-ზე პირადად ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო, მე არ მინდა ახლა დავასახელო, მე პირადად მივიტანო, როგორც საკუთარი ფილმი, ჩათვალითო, რომ აი პროდიუსერი ვარ და მოკლედ ირაკლი ბერიძე არ აკვავს აქ, ეს არის კაცი, რომელიც ისმენს ქართულს, პირდაპირ თარგმნის და პირდაპირ კრებს. აი ესეთი ნიჭია. და პირდაპირ დაადო, ერთ დღეში გადაითარგმნა ფილმი, დაადო ხმა და ეს ფილმი გავიდა Discovery-ზე. ეხლა იცით რომ ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს და რო იტყვიან არც ერთი სპეციალისტი არ ვართ, უბრალოდ როგორც გიორგი თქვა, სამშობლო გვიყვარს და აი უიცები ვაკეთებთ რაღაც ჩვენ პატარა საქმეს, უბრალოდ გულის ცეცხლის ვდებთ და მიზანი ერთადერთი გვაქვს რომ ქართულის გულები ისევ ცეცხლით გავათბოთ და მოუაროთ მოკლედ ჩვენ სამშობლოს, როგორც კინოპროექტს ქვია. მოკლედ, ესე იგი, ტექნიკაც ძალიან მცირე გვაქვს, არაპროფესიონალი შეიძლება ასე ითქვას და გაიმარჯვა, იქ არის მოკლედ რაღაცა გარკვეული ეტაპები გავლილი, 4 ეტაპი უნდა გადალახოს და ეს ნიშნავს, რომ Discovery გაუშვებს მას. თუ გაუშვებს, ჩვენ გამოვანგარიშეთ, რამდენი გვეკუთვნა და იქ დროის მიხედვით არის და თავისი დროით თუ გავიდოდა ფილმი, რაღაც $190,000 იყო ლაპარაკი დავიანგარიშეთ. მოკლედ, ხო არ მახსოვს. უფრო მეტია. მოკლედ დაგვირეკეს რომ პირველი ეტაპმა გაიარა და გაგვიხატა, მეორე ეტაპმა გაიარა, 4-ვე ეტაპმა გაიარა და ველოდებით ამ ფულს უკვე დავწერეთ გეგმა, სტუდიას ადმინა მოვაწყოთ, რა უნდა შევიძინოთ უკვე სპეციალად ამოწერეთ და არის ზარი. მამუკა სესიაშვილის ტელეფონი იყო, იმიტომ რომ მამუკა მიცის ძალიან კარგად ინგლისური და ეუბნებიან რომ ყველაფერი ძალიან კარგიაო, მაგრამ ჩვენი თხოვნა ასეთიო რომ ის მართლმადიდებლური ელემენტები იქნებ მოაშოროთ, იმიტომ რომ თემა გაცილებით დიდიაო და ის მართლმადიდებლო რომ ახლა რა გვინდა რომ დავკონკრეტდეთ, ხო? და ზოგადი გავხადოთ. ხო და მამუკა მაშინ ასეთი პასუხი გასცა რომ თუო თქვენთვისო მართლმადიდებლობა რელიგიაო, რიგითიო, ჩვენთვის მართლმადიდებლობა სიცოცხლეაო. ჩვენ ამით სუნთქავთო და არ ვჭირდებაო და გავუთიშით. ცოტა ხანში გვირეკავთ, თქვენ ვერ გაიგეთო კარგად, აი, მოგვიარეს და მოკლედ უთხარი თუ არა. მამუკა აღარ არის დღეს ცოცხალი, ის ქართულ მიწას შეეწირა და ამაზე ცალკე ფილმი, ცალკე კეთდება, არაბებთან მოუწია ჭიდილი თელავის მიწებზე და ამ კაცმა რო იტყვია თავისი თავი გაწირა. მოუგო ეს პროცესები, მე ქართველებმა მოგებული პროცესები გაყიდეს და ისევ არაბებს დაუბრუნეს, ეს არის ნაფარეულის მიმდებარე ტერიტორიაზე. მამუკა მოულოდნელად რო არ გაყიდა ეს ყველაფერი და სასამართლოები მოიგო, მოულოდნელად დაავადდა, 4 დღე სამართლოებში ვატარეთ და ვერ გავიგეთ რითი გარდაიცვალა ადამიანი. მოკლედ ეს ცალკე თემაა და ეს ფილმში ყველაფერი ასახული იქნება ქართულ მიწას როგორ ყიდიან ჩვენი ქართველები და რიგითმა ერთმა ადამიანმა როგორ შეწირა სიცოცხლე ამ ქართული მიწისთვის. დღესაც ეს სასამართლოები გრძელდება, მისი მეუღლე აქ, რომელმაც სასამართლოზე
განაცხადა პირდაპირ, რომ როგორც ჩემი ქმარი შეეწირა, ისე შევეწირები მე ქართულ მიწასო და ჯერჯერობით მოკლედ გაყიდულ პროცესს ვერ იგებენ ჯერჯერობით, იმიტომ რომ ჯერ თავგანწირული ქართველები ჯერ კიდევ ცოცხლობენ. მოკლედ რისი თქმა მინდა, მამუკას ჩამოსული მეგობარი ირლანდიელი კაცი, რომელიც მიგითხარით, პირველად რომ საქართველოს ნახა გაგიშდა, ეგონა რომ ზღაპარში მოხდა. Thank you very much, Lexo, for your kind words. It has always been a pleasure to come to an occasion with you. ძალიან დიდი მადლობა ლექსოს მოწვევისთვის და ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ მაშინადაში აქ მოხვდე ჩამოვიდე საქართველოში გულს. Once again, you show me what I have always understood about you and Studia Guatani and your friends. კიდევ ერთხელ შენ მემაჩვენე, რაც ყოველთვის ჩემთვის მანამდე იყო უკვე ისედაც ნაცნობი შენი რაც შეხო კიდევ ერთხელ შენ სტუდია გუთანს და შენს მეგობრებს. And what I have learned is that you bring me deeper into the heart of Georgia. და რა თქმა უნდა შენ კიდევ უფრო მეღრმად ჩამიყვანე საქართველოს გულში. When somebody as myself who accepted the invitation from my friend Mamuka to, as he said, take the chance and come and see what it's like to live here in Georgia. გაიხსენა შემთხვევა, როცა ჩემ პირველად ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მამუკა, არც მოხსნა როგორც ლექსო მახსენა მანამ გარდაცვლილი, რომელმაც მითხრა მე ერთხელ გარისკე, აიღე შანსი და ჩამოდი საქართველოში. And of course he was absolutely right. რა თქმა უნდა ეს იყო აბსოლუტურად მართალი. He was right to identify that the invitation and perhaps the challenge that he gave me to come and live here and see what it's like to really experience Georgia. და რა თქმა უნდა ეს მართალი მან დაამტკიცა მის სიტყვებით ჩემში უკვე მე რაც განვიცადე გამოცდილება ვნახეო რომ შემეგრძნო ქართველობა. That invitation was vindicated by how deeply I have come to love and like Georgia. ამან აჩვენა ის რომ რამდენად ღრმა იყო ჩემში სიყვარული საქართველოსადმი და ჩემი აქ ყოფნაში. But that process of coming to understand Georgia and coming to understand Georgian culture and society is only possible by the people I know here. And I say again, I repeat, by the people such as Lexo, my friend here, Lavani, Irini, Nino, Georgi, as I remember him. And all those friends have made it possible for me to, as I repeat, as I said in the beginning, to move closer and deeper into the heart of Georgia. და რა თქმა უნდა ეს საქართველოსთან მე მაკავშირებს ეს ხალხი, ნუ ის სახელებით ჩამოთვალა, რომლებმაც კიდე უფრო დამაახლოვეს მე საქართველოს და ის ღრმად მის გულში ჩამოყვანეს. Thank you very much. ბატონო ვლადიმერ, დაახლოებით რა ასაკის საწნახელია ეს? მგონი 200 წელს 200 წლის იქნება. და მასალა რა მასალისაგან არის საცხვის. საცხვის მასალაა და ამ ხელა არის ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდია ხო რაჭაში. ამაზე დიდი საწნახელი მე მგონი ასად არის. ამითი ამზადებდით ხვაჭკარას. ხვაჭკარას ამ საწნახელში დამზადებულ ღვინოს დიახ. სტალინი სვავდა. აჰა. ის კოლმორდონის ღვინოს არ სვავდა. რა ვიცი, რატომ არ ვიცი. კოლმორდობასაც ჰქონდა. ღვინო და მაგრამ ოჯახურებს უფრო ოჯახური უნდა და ჩვენი ოჯახი ჰქონდა ჩაწერილი. და პირდაპირ გვაჩვენებდნენ რომ მოდიოდნენ დაწერილს რომ ამ ოჯახის ღვინო მოგიტანე მოთხოვნილება იყო რა ამას. გასაგებია. მაშინ ვენახებით ძალიან ბევრი უნდა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. ესენი რამოდენიმეჯერ ივსებოდა და ივსებოდა როგორც იცით, აი სახურავი რო აქვს. დიახ. აი შაპკა უკეთებოდა ქუდი ზემოდან ასე. თავ მობული იყო. და დადგებოდნენ და წურავდნენ, მაშინ სად იყო დასაწურავი მანქანები რომ არის 85 წელსა ვარ და მე არ მახსოვს ამის მოტანა. ხარებს კიდევ მეორე ხარები უღელში შამბული კიდევ უღელიდან გამომბული მეორე და მესამე. აბა ამ ხელა იმას დაზრა ხო უნდა. რაჭა ლეჩხუმი და განსაკუთრებით რაჭა ალბათ ცნობილია განსაკუთრებით დიდი ზომის საწნახელების დამზადებით, რიცი ერთ-ერთი წყინვალე მაგალითი სწორედ აი ეს მადლიანი საწნახელია. არც მე ვარ მსახიობი და არც ბიჭები არიან პროფესიონალი ესეთი ტექნიკა იმითი აღჭურვილები, რა ქვია, დანადგარებით და
რაღაცა ცოდნით კიდე. ცოდნა, ჩვენი ცოდნა არის საქართველოსა და ჩვენი გულის წადილი არის რომ შევეჭიდოთ ჩვენს წილ საქმეს, შევეჭიდოთ და გავაკეთოთ ერთობით, თუმცა ერთობით. რაღაცა მსგავსი სათაური დაარქვეს კიდე. ცოტა უფრო რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფილმს არ ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ეხლა მაინც მომიწევს მისი ხსენება. სიყვარული ვენახში დაარქვეს ესეთი ფილმი რო გადაიღეს. ესეთი ჩვენი სიწმინდე ვენახი და ესეთი რაღაცა მოდის ვიხდი რაღაც პორნოგრაფიული ფილმი. ხომ აი ეს ორი რამ დაუკავშირდა. ადამიანს ღმერთმა საშუალება მოგცა საქართველოში იცხოვრო და საქართველოში ფილმი გადაიღო და ამას აკეთებ კაცო პირველად. რაც აი ეს უნდა გააკეთო, სხვა ვერაფერი ვერ ნახე გასაფუჭებელი. შედაიკაცო, რა ვიცი, გასაკეთებელი თუ არა. წდება გული იმაზე, რომ ტყეში გამილია და ხებს ვარავ გავთ. იმაზე კი არ არის საქმე. მოჭრილი რო არის, ცოდნით არც ერთი არ არის მოჭრილი. აი ამ ხელები დატოვილია. წელში მოხარა ეზარება ეს ვიღაცა არის, რომ ძირში მოჭრას ეს ხელი. და მოჭრაც კი არ იცის იმან ხის დარბით როგორ უნდა დარბოს. ხო და ფილმზეც ესეთი, იმ ფილმებზეც ესეთი ის მიდოდა გამომეთქვა, მე უბრალოდ ძალჯანიან ესეთი იმით ვარ გამომივიდეს ჩემი სიტყვა, მხოლოდ გულის ტკივილით, ძალიან გულის ტკივილით საუბრობ მაინც, იმიტომ რომ ქართული მეღვინეობა ეს არის სწორედ გულის ტკივილი, ძალიან შეჭირებული დღეშია და ერთ-ერთი სამიზნეარი მინდა გითხრათ ქართული ვაზის გამრავლება, მარანი, ქვევრი, საზედაშე და ზედაშე, აი სამიზნე არის პირდაპირ ჩვენი წრებისათვის, იმიტომ რომ ის ხალხი გაცნობიერებლად, ცნობიერად, გაუცნობიერებლად ამაში ჩვენს ძალას ხედავს, ნამდვილად ხედავს, ჩვენ ქართველები ვართ და მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა არის ქართველობა, ამაზე ერთი პასუხი არ აქვს ალბათ. თქვენს გექნებათ ამაზე ნაფიქრი. ვინც საქართველოში გაჩნდა, მხოლოდ ის ვერ უნდა იყოს თრათ ქართველი. იმიტომ რომ აქ აზერბაიჯანელები ჩნდებიან და სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც რჩებიან და რჩებიან თავის ერის წარმომადგენლებად. ამიტომ აქ დაბადება მხოლოდ საკმარისი არ არის იმისა, რომ უკვე ქართველი იყო. არც ის უნდა იყოს ქართველი ჩემოგატონება, ვისაც სახელი და გვარი აქვს ქართველი. ხო? არც ის, ვინც მხოლოდ ქართულად საუბრობს, არც მხოლოდ ის, ვინც მართლმადიდებელია, იმიტომ რომ სხვა ერის წარმომადგენლებიც არიან მართლმადიდებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთობა არის რაღაცა ლევან გოთუას აქვს ძალიან კარგად ნათქვამი ჩვენს დიდ ქართველს, რომ საქმეაო ქართველობა. გარე სამყარო ჩვენი გარშემო რაც სამყარო გვაქვს და აი ამ სამყაროს ქართულად ვინც ახეკავს გულით და სულით, ის უნდა იყოს ქართველი. და ღვინო გარე სამყაროს ქართულად ახმაში გვეხმარება ჩვენ. სხვას კი არაფერს არ იგებს. როგორ გონიათ ახლა დავლებ ახლა სამტრაბინოს და ქართველი ვიქნები მაგითი თუ რა. არავის ესე არ გონია ნამდვილად. სულაც არ დავლებს ადამიანი ღვინოს და საერთოდაც შეიძლება არ დაულევიათ და არ არიან მსმენელები, მაგრამ არც ერთი მეორეს ნაკლები ქართველი არ არის. აქ არის ღვინოსთან მიმართება, დამოკიდებულება მასთან, შეხება, ის რომ დაუშვათ რაჭაში ესეთი წესი არსებობდა, რომ საწნახელში ჩამსვლელი მამაკაცი მთელი ერთი კვირა თუ 10 დღე იყო, თავისი მეუღლესთან გაცალკევებით იძინებდა. არ წვებოდა, არ ქონდა ცალკეული ცხოვრება, ურთიერთობა. ეს რა არის თუ არა მარხვა, სულიერად მზადება, თაყვანისცემა, საოცარი მოწიწება ამ საქმისადმი და მოფერება და ამაზე მეტი, ამაზე მახალი აღარ არის არაფერი. თითქოს მართლა ღრუბლისფერიაო, თითქოს რომ ჩაიქუფრება ხოლმე ცა რაღაცნაირად. აი საოცარია, ხო? ეს არის ქართლის ჯიში ღრუბელა და მე ვფიქრობ, რომ სრულიად გადმოსცემს თავის დასახელებას და მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი და საინტერესო ღვინო დგება აი ამ ჯიშიდან. არის თეთრყურძნიანია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აი მოწითალო შეფერილობა აქვს, მაგრამ არის თეთრი ღვინის მომცემი ვაზის ჯიში და ეს არის ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიში ჩვენი სიმდიდრე. ჩვენი წინაპარი ყველაზე მნიშვნელოვანს აკეთებდა. იყო სანიმუშო საუცხოო სელექციონერი, რომელმაც გამოიყვანა და მსოფლიოს შეუნარჩუნა 500-ზე მეტი
უნიკალური ვაზის ჯიში და აი ამ დაუსრულებელი ექსპერიმენტისა და მოხდ-ჩაუხრელი შრომის შედეგად შექმნა უმდიდრესი და უდიდესი განძი აი ამ ვენახის მოვლისა და ვენახის ისტორიაში. ეს არის მესხური ვაზის ჯიში, ჩიტისთვალა მესხური, საოცარია, საერთოდ მესხეთი ძალიან მდიდარია. დღესდღეობით მართალია თითქმის ჩამკვდარია იქ მეღვინეობა, მაგრამ და მევენახეობა ასევე, მაგრამ უნიკალური ვაზის ჯიშები გვაქვს ჩვენ. მე ეს ძვირფასი ჩვენი მამუკა სესიაშვილი ვახსენე, რომელიც ჩვენი გუთნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა იყო და ეს ძალა დარჩა. კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ სულის მარადიულობა და ამ ქვეყნიდან გასვლა, დროებით გასვლა არ ნიშნავს ადამიანების დაშორებას, პირიქით უფრო მეტ დახმარებას გრძნობთ მაგისგან და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ სული მარადიულია და ადამიანის სიყვარული არ ყდება, პირიქით უფრო მეტ დახმარებას გრძნობთ, ამიტომ ტრაგიკულად არ განვიცდით ამ დროებით დაშორებას. თან ერთ-ერთი მორიგი ფილმი, რომელიც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის სული გარდაცვალების შემდეგ. ეს ჩემი საყვარელი თემა არის და მე შევეცდები, რომ ეს ისეთი ფილმი იყოს, რომ ვისაც ეშინია ამ ქვეყნიდან წასვლა, ეს ფილმი მოეხმარება და საშიში არაფერი არ არის. პირიქით მეცაც გეტყვით და ადამიანს აი ჩვენ რო დავაკვირდეთ ახლა დღესასწაულებს, წმი ნინოობას, გიორგობას, თამარობას, ქეთევანობას, რომ დღესასწაულებთ, ეს მათი გარდაცვალების დღეები არის. ეგრე რომ გარდაცვალება არის ან ჯოჯოხეთში ჩასვლა, რომელიც მართლა საშიშია, ან უფალთან შეხვედრა, რომელიც საშიში კი არ არის, სადღესასწაულოა და ამიტომ თავარი ადამიანმა თავისი თავი დაამარცხოს, ანუ ესე იგი ამ ცხოვრებას არ დაუმარცხდეს, ასე ვთქვათ და ღირსეულად შეასრულოს თავისი წილი საქმე, რასაც უფალი მას დააკისრებს. მე ერთი დიდი ქართველი მინდა მოვიგონო, ერთ-ერთი ჩვენი პროექტის დიდი მეგობარი და რომელთანაც ერთად დავიწყეთ ეს კინოპროექტი საქართველოს ხერხემალი, ეს არის გიორგი გარაყანიძე, თქვენ იცით, ფოლკლორის დიდი, ასე ვთქვათ, მეცნიერი და შემსრულებელი და ლოტბარი და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ერთ-ერთი მისი მეგობარი, მე მგონი აქაც იმყოფება, თუ არ ვცდები, ანსამბლ თიების წარმომადგენელი და მე თქვენ მახსოვხართ ღვინის ფესტივალიდან და ვიცი რომ თქვენ საოჯახო მეღვინეობასაც ეწევით და დიდი სიამოვნებით მინდა რომ თქვენი შთაბეჭდილებაც მოვისმინოთ. მე რა შემიძლია გითხრათ, გიორგი გარაყანიძე ახსენეთ და მე აი მამაჩემს ვეუბნები რომ გიგი რასაც აკეთებდა თქვათ მამამისი ედიშერის ხონებული რასაც აკეთებდა ფოლკლორის დარგში, გიორგი აკეთებს მეღვინეობის დარგში და თქვენ საქმეს აკეთებთ, ასე ვთქვათ, რომ ეს გააშუქოთ. ჩვენის ასე ვთქვათ სახით მარანი გვაქვს მოწყობილი და ორი სიტყვით გეტყვით, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ ასე ვთქვათ მოვაწყეთ ჩვენი საოჯახო მარანი. გავაკეთეთ ჩამოვასვით ფოთლში ღვინო ჩინურის ჯიშის და გავიტანეთ ღვინის ფესტივალზე. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციულად ქვევრში დაგვეყენებინა ჩვენი ღვინო, აქამდე ევროპული წესით ვაყენებდით და წელს ღვთისწყალობით ესე ნაჩქარევად, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ ჩაგვეყარა 14 ქვევრი და გიორგის დახმარებით და მისი ასე ვთქვათ სოდნის გაზიარებით ყოველ ასე ვთქვათ ეტაპს მივყვებით ისე როგორც ასე ვთქვათ შეგვიძლია და ვცდილობთ რომ არ დავარღვიოთ ის წესი და ის ასე ვთქვათ ჩვენი წინაპრების მიერ დაწესებული ასე ვთქვათ რიგითობა ამ პროცესის, რაც ჩვენის აზრით მართლაც არის ის უდიდესი მონაპოვარი და ის ნიშა, რომელიც ალბათ ყველა მეღვინემ და ყველა ადამიანმა ნებისმიერ საქმეში ეს მეღვინეობა იქნება თუ რა იქნება უნდა აკეთოს. წესის და რიგის დაცვით. ვერც მაკურთხოს ნაყოფი ვენახის ამისა, ბარაქა ხვავი არ მოაკლოს
და მიმღებელი ამისი იყოს მწყალობელი ღვთისა, მიმღებელი ამისი იყოს მაკურთხებელი ყველასი და შემყარებელი ყველასი. მამისათა, ბაძისათა, სასურველია თუ დაკრეფისას მოხდა ყურძნის გადარჩევა. დაზიანებული მარცვლები ვნეებს ღვინოს. ერთი აკიდო აჭერით. ყურძენი რა კი მოიკრიფა და გადაირჩა დასაწურავად მიდის. ამისათვის ჩვენში იყო ან ხისნავი, ან ქვითკირის საწნახელი. ფეხით წურვა ყურძნისა ბევრად ჯობია საქაჯავით წურვას. რადგან ფეხით წურვისას უფრო თანაბრად ისრისება ყურძნის მარცვალი. და წიბწა მარცვლისა, ესე იგი კურკა ყურძნისა არ იჭყლიტება, რომელიც თავის მხრივ წყლარტავს და ამწარებს ღვინოს. დიდებული განსწავლოს ყურძენი იწურებს. არ შეიძლება ფეხი რომ პირდაპირ მუხლებამდე ჩაეფლოს. მაქსიმალურად უნდა გადაიტკეპნოს ზემოდან, ერთი გადავლა ხდება მე მეორე გადავლა, მე ჭაჭის ამოტრიალება. ცოტა ძნელია. არ მეკონა. კი. ძნელია, მაგრამ ალბათ ოფლიც უნდა იყოს შიგნით ცოტა, ჰა? აუცილებლად. აბარა. ალბათ ეს ის პერიოდია, რომ უკან ვიხევთ, რეალურად ესეა, უკან ვიხევთ, მაგრამ გიორგი სააკაძის პერიოდია. გიორგი ცუდ უკან იხევდა, მაგრამ გიორგი სააკაძემ იდეა გადაარჩინა. მე შევეტყვი ხოლმე, რომ არა უჭირს უკან რო ვიხევ, თავარია არ გავჩერდეთ და თავარია თუ ვერ ავაღორძინებთ ეს საქმე. თავარია იდეა მაინც გადავარჩინოთ ჩვენ მომავალ თაობას. მოკლედ ამ ეპოქას მე ერთგვარად იდეის გადარჩენის ეპოქას ვეძახი და ეგრე რომ ყველაზე მთავარი ამის გადარჩენა. სანამ არ მოვა თავრობაში ისეთი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც იდეოლოგიას შეცვლის და ქართულ იდეოლოგიას დაამყარებს, მანამდე ალბათ ასეთი პარტიზანული ომებით უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ მომავალ თაობაში არ ჩაყვან ქართული იდეა. ეს არის ჩვენი მთავარი საკეთებელი. ჩემო ძვირფასებო, მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ მიწის ჯული ემიგრაციაში ვიმყოფებოდით, ერთმა ძალიან გულანთებულმა ქალბატონმა შეგვეხმიანა ქალბატონი ამერიკიდან, მოხდა მისი პირადი მიწვევით, მისი ასე თქვათ უშუალო ინტერესით, დაფინანსებით რო იტყვიან და მისი გულით და ტკივილით ჩაწორული გამოვიდა ეს მიწის ჯული, რომელიც ყველაზე გახმაურებულია ჩვენ ფილმებს შორის. და დღეს ბედნიერება რომ ის ქალბატონი აქ იმყოფება, ეს არის დოდო მილორავა. აი ასე დაიწყო ჩვენი დაკავშირება ემიგრანტ ქართველებთან. მას შემდეგ უამრავ ემიგრანტ ქართველებთან დავამყარეთ რო იტყვიანი საქმიანი ქართული ურთიერთობა. თქვენ მაია რო გამოვიდა აქ ლაპარაკობდით, იცით რომ მაია ერთ-ერთი გმირი ქართველი ემიგრანტია, რომელიც 14 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აი მიწის ჯული მიწას რო კოცნის, ეს ის მაია ბოლოს მიწას რო კოცნის. ხო. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც ესე იგი ჩვენ იქიდან ჩამოვედით, იქ არის ერთი ძალიან მაგარი ქართველი ამერიკაში, გოგა ბაისონაშვილი, ასეთი, რომელიც ასევე დაინტერესებულია ქართული მეღვინეობით. ოღონდ იქ არის, ვერ ჩამოდის. და ის იცნობდა თურმე გიორგი ბარისაშვილს ინტერნეტით და ტელეფონით და ტელეამით და ზუსტად გულმოკლული გიორგი შეხვდა მაშინ აი იმ ვაი ფილმების შესახებ რო ილაპარაკა და უთხრა რომ აი რითი შემიძლია დაგეხმარო, რაში გვიჭირს ყველაზე ძალიან და ამანაც უთხრა თავისი გულის წუხილი რომ ერთი ღვინის ვაზის გზამკვლევი არაფერი არ არის. ვიღაცა რომ დაინტერესდეს რომ ერთი ვაზით და ქართული ღვინითო ამის გზამკვლევი არაფერი არ არსებობსო და მაშინ გოგამ იქიდან დაგვაკავშირა გიორგის და რო იძახის საწვავის ფულიო ნახეთ ხო რამდენი გადაღება ამ საწვავის ფულს გოგა გვიგზავნიდა ხოლმე იქიდან ხალმის ართმენდა თვითონაც არ აქონდა და იმის გვარები როა ჩამოწერილი ჩვენი ემიგრანტი ბიჭების აი ვინც მონაწილეობის გვარები
ზოგმა ერთი გზის ფული გამოყო, ზოგმა მეორე, აი ესეთი წვალებით და ერთობით არის მოვიტყოდი გაკეთებული ეს ფილმი. ეგრე რომ მე მინდა აი განსაკუთრებული მადლობა აგერ ნინო პასიკაშვილის დაკავს, ნინოს აქვს უდიდესი წვლილი სტუდია გუთნის ასე თქვათ აღორძინებაში შეტანილი ჩემს საყვარელ დოდოს, რომელიც აქვს ჩემს მაიკოს და უამრავ ქართველს. საერთოდ უბრალოდ აქ რო არიან, მინდა რომ საგანგებო დავაჯილდოვოთ ტაში და უსურვოთ რომ ისე ჩამოსულიყო საქართველოში რომ უკან ქართლა აღარ დავსრულებოდეს და არა მარტო ესენი ყველანი დაბრუნებულიყვნენ საქართველოდან. ეს არის ახლად დამზადებული ქვევრები, რომელიც შრობის პროცესშია, ჯერ არ გამომწვარა და გამზადებულია იმისთვის, რომ გამოშრეს ბოლომდე და მერე შეიტანონ ქურაში და გამოიწვას. ეს არის სოფელი მაქათუბანი და ჩვენ ახლა ვართ ზალიკო ბოჟაძის სახელოსნოში. ალბათ უმთავრესი ჩვენმა წინაპარმა ერთ-ერთი უმთავრესი ის გააკეთა, როდესაც ქართული ტაძარი ყველაზე საუკეთესო რაც რამე გააჩნდა იმით შეამკო. ჩვენ ნახეთ ლექსოს გადაღებული კადრები წუნდის ტაძარი, სვეტიცხოველი ანანური ვაზის ჩუქურთმებით შემკული ატენის სიონის ტაძარი, როგორი გრანდიოზული ჩუქურთმები, როგორი თითქოს აი თითქოს პირდაპირ მტევნებიაო, ციფრმტევნებიაო, ხელს რო შეაი გინდა პირდაპირ ხელით შეეხო მოწყვიტო. ეს არის ორი უძვირფასესი სამყარო საგნის შეერთება. ყველაზე ძვირფასი რა გვაქვს ჩვენი სარწმუნოება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ჩვენს მამულთან, საქართველოსთან, სამშობლოსთან ერთად. ამ მამულში ჩვენ ტაძრები გვაქვს აშენებული. აი ჩვენი გრანდიოზული სამება. გარედან შევხედავთ და ვაზის მტევნები არის გამოყვანილი. არ არის არც ხორბალი, თუმცა ნაკლები არის ხორბალი, მაცხოვრის ხორცია, ხო? არც რაღაცა სხვა რაღაცა საგნები გამოყვანილი არის, ვაზი გამოყვანილი არის, წმინდანების სახეებია და ვაზის ჩუქურთმები არის. ყველაზე ძვირფასი ეს არის ჩვენთვის. ყველაზე სამყაროა და ამიტომ ყველაზე სამყაროს სახესაც უფლის სახსაც ამითი ვამკობდით და ვაპატრიოსნებით. ჩვენი წინაპრები ესე იცოდნენ და ჩვენც ესე ვიცით. აგერ არის ეს წმინდა სამების ტაძარი. პარნათლივი მაგალითი იმისა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველა ქართველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ტრადიცია არ დაიკარგოს და აღორძინდეს პირიქით. ადამიანი და ქვევრი და ღმერთი ერთად არის შეკრული დასამწროს. ქვევრი არის ფენომენალური ჭურჭელი. ის არის იმდენად დახვეწილი, იმდენად მარტივი, რომ მას ანალოგი არ აყავს მთელ მსოფლიოში. იგი მონაწილეობს ღვინის დაყენებაში. თვითონ უშუალოდ მონაწილეობს. რო დაიდუღა? ხო. მაშინ ჩავასხი, ეხლა წერს როგორი იქნება ღმერთმა უწყის. როცა ხდი, მაშინ არის ძალიან მაგარი. აი ამ პროცესს ქვია ღვინის გაღვიძება. ანუ ყველში ღვინო არის დაძინებული, სცინავს. თუ გინდა რომ ის ფხა, ის შუშხუნი, ის გაზი, ის არომატი მიიღოს, გააღვიძებ ესეთნაირად ღვინოს. აი მე შემდეგ ამოიღებ, საერთოდ წამოვიდეთ უფლის ფარველობის ქვეშ ვიყოთ. ეს ოჯახი, ჩვენი ოჯახები და სრულიად საქართველო. ოდნავ მომწვანო ტონი გადაკრავს, ძალიან ცქრიალი ახასიათებს. შეიძლება თქოს რომ არის შუშხუნა ღვინო. მე მაქვს დიდი პატივი, ბევრჯერ დავსრები ვარ ბატონი ლექსოს და კინოსტუდია გუთნის მიერ გადაღებულ უნიკალურ მარგალიტებს. ჩემთვის ამ კინოსტუდიის მიერ გადაღებული ფილმების დიადობა ეს არ ახალია. ყოველი ფილმი აგავსებს რაღაც განსხვავებული შთაგონებით და აქედან მიდიხარ და ფიქრობ, რა ბედნიერი ვარ, რომ მე ვარ ქართველი. ბევრჯერ გვიფიქრია ქართველებს, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვართ უნიკალური ერის შვილები, ჩვენ გვაქვს
ანტიკური კულტურა, ჩვენ ვართ განსხვავებული ერი, მაგრამ რა ქმნის ამ ყველაფერს? რითი ვართ ასეთი გამორჩეულები და განსხვავებულები? უნიკალური წიგნი გამოვიდა, იქნება 25 ტომი, პატრიარქის ლოცვა კურთხევით, საქართველოს დიადება. ჯერჯერობით გამოვიდა მხოლოდ მისი 2 ტომი. და აი ამ წუთში მე რომ ავდექი, აი ამ საუბრის თემით ავდექი და არ შემიძლია არ გითხრათ, რომ პირველ 2 ტომში ზუსტად ეს თემა აღებული. ჩვენი უნიკალურობის ძირი და ფესვი. რითი ვართ ჩვენ ესეთი წარმატებულები? გვაქვს უნიკალური ტაძრები და მონასტრები, რომლებიც მხოლოდ სალოცავი არ იყო, იქ იქმნებოდა უნიკალური ლიტერატურული ნაწარმოებები. რამაც მოიყვანა და მოგვიტანა ჩვენი კულტურა დღემდე და ჩვენი ისტორია. ასევე ხორბლის ჯიშებს რომ შევეხეთ და რომ შემოგთავაზეს ესეთი ლამაზი იდეა, ზუსტად ქართული ხორბალი, ქართული ფუტკარი, ქართული ვაზის ჯიში, ეს ის უნიკალური საგანძურია ჩვენი, რითითაც ალბათ ჩვენ თავს ვიწოდებთ. ამ წუთში ჩვენ ვნახეთ უნიკალური ფილმი ვაზზე და ღვინის წარმოებაზე და მის მადლზე, რატომ არის ის გამორჩეული, მე სულ რამდენიმე შევეხე, რითითაც ჩვენ ვართ უნიკალური ერი, მაგრამ რატომ არის ამ ზემოთ ჩამოთვლილიდან და რაც მე არ დამისახელებია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ყურძენი და ვაზი. აბსოლუტურად გეთანხმებით, ქალბატონო დოდო. უფალმა თქვა, რომ ჩემი სხეული არის ვაზი, ჩემი ყლორტი არის ჩემი ხალხი, ღვინო არის ჩემი სისხლი და პური არის ჩემი ხორცი. ზუსტად ამიტომ ალბათ ქართველებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ყურძენი და ვაზი, რომლის ალბათ 500 სხვადასხვა ჯიშზე მეტი იყო საქართველოში. ამიტომ მებრძოდა ჩვენი მტერი პირველად ვაზს და უნდოდა რომ ამოეჩეხა. ამიტომ იცოდა მან რომ ჩვენი ფესვები ზუსტად ამაშია. რატომ ეწვია წმინდა ნინო კაბადოკელი ვაზის ჯვრით ხელში საქართველოს? იმიტომ რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რატომ არის ჩვენს ტაძრებში გამოსახული ისეთი ლამაზი ჩვენ ვიხილეთ, თითქოს გინდა მოკრიფო და მოეფერო, ზუსტად ამიტომ ამაშია ჩვენი სიძლიერე, ზუსტად ამას ებრძოდა ჩვენი მტერი და ზუსტად ამით უნდა გავძლიერდეთ ჩვენ. ახური უძველესი მეოთხე საუკუნის ჩვენ წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის საღვინე ჭურჭელი, ეს არის წმინდა ნინოს პერიოდი, წმინდა ნინოს შემოსვლის პერიოდი, ეს არის ხელადა და აი როგორი დეკორაციებიც გააჩნია და როგორი განსაკუთრებული საოცარი ფორმა აქვს, ხომ? აი თითქოს ხელადები ბოლო პერიოდამდე მზადდებოდა კახეთში და ისეთია თითქოს არც არაფერი შეცვლილი. გურული ჭურჭელი, სამარნე ჭურჭელია, ჭარიკა, ესეთი ორიგინალური მოყვანილობა გააჩნია. ერთგვარი წებოთი არის დაწებებული და ეს არის ესეთი სახელი ქვია კოწიწი. ეს სიტყვა შეკოწიწებული აქედან მოდის. ქსნის ხეობაში ცხავათში დამზადებული საღვინე. ესე მხრებზე მიმაგრებული აქვს სახელურები და ესეთი ორიგინალური მოყვანილობის ლეჩხუმური წარმოშობის ჭურჭელია, სახელად ქვია მენახევრე. მეჯურის ხევში არის ერთი პატარა უბანი სოფელი მუმლაანთკარი. ძალიან მომეწონა ეს ფილმი, ძალიან დიდი ხანია ველი რომ სადღაც რაღაც იფეთქებს ქართული სულის გამოვლენისას საქართველოში ისევ და ისევ და აი ახლა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენ ბატონო ლექსო და გიორგი მაესტი თავგამოდებით
ჩაუყარეთ საფუძველი კიდევ განახლებას და აღორძინებას ქართული ვაზისა და ღვინისა საქართველოში. წესით მე ამ მადლობას არ უნდა ვიხდი და იმდენად დიდი უნდა იყოს ქართველთა გამოხმაურება ამ თემასთან დაკავშირებით და ნება მომეცით რომ დავაკონკრეტოთ ჩემი საქმელი, ანუ მიუთითო ნაკლზე, რომელიც ამ ფილმს აქვს, ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმდენად დიდი სიყვარულით არის შექმნილი, რომ მას დაამშვენებდა გვირგვინი, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით ეს იქნებოდა შემკვრელი თემისა, რომ თქვენ გაგემახვილებინათ ყურადღება მთავარ საკითხზე, აი ბევრჯერ ითქვა აქ ღვინო არის ზიარების ასე ვთქვათ შემადგენელი მთავარი კომპონენტი, პური არის ხორცი ქრისტესი, სისხლია ქრისტესი ღვინო და etc. აი ბარემ დაგესრულებინათ თამადის ინსტიტუტით, თუ ვინ არის თამადა, ვის განასახიერებს ის. ბევრ თამადას ვკითხემე საქართველოში და ამის შესახებ ძალიან ბევრმა თამადამ არ იცის, რომ ქრისტეს განასახიერებს ბატონებო თამადა. ქართული სუფრა განასახიერებს ზიარების აი იმ საიდუმლო სფერობას, რომელიც გვირგვინია აი იმ თემისა, რომელიც თქვენ დღეს წამოჭერით და ასე ვთქვათ სული ჩაუდგით ხელახლა. აი ამ თემაზე აუცილებლად უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება და კიდევ ერთი. აი როდესაც ფილმი მიდიოდა, მე სპეციალურად დავუკვირდი ერთ რამეს და აი გულში ერთი ფრაზა და გონებაში ერთი ფრაზა მიტივტივებდა სულ გამოდნებით. რამდენიც არ უნდა წესები და დაყენების წესები წაიღონ ევროპელებმა ჩვენგან, ისინი ვერ ჩახვდებიან ღვინის დაყენების არს, სანამ არ ჩახვდებიან მართლმადიდებლობის არს და მისი სიყვარულის არს ხალხნო. აი როდესაც თქვენ გითხრეს, რომ ის მართლმადიდებლური მომენტები არ მოგეღოთ იქიდან, ეს მე ძალიან კარგად ვიცი რატომაც იყო და სამწუხაროდ ჩემდა ვიცი და ბატონ თომას მე ამის შესახებ ცალკე დავალაპარაკები კიდევ. მე 2 წელია ევროპაში ვარ, ეხლა ხარ ჩამოვედი 2 თვეა რაც ჩამოვედი და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, ვინ და რატომ გვებრძვის ჩვენ და მართლმადიდებლებს. ეხლა აღარ მინდა ეს ცალკე თემა, ამას აღარ შევეხები, მაგრამ თუ ის მართლმადიდებლობა, რომელიც სიყვარულზეა, ქრისტეს მიერ სიყვარულზეა დაფუძნებული, რომლითაც თქვენ ეს ფილმი შექმნით, ზუსტად იმ წვალებით, რომ აი ხან ბენზინის ფული არ გქონდათ, ხან ვიღაცა გამოგაკლდებოდა დავჟოთ, ან რომ ოპერატორი, ან ვიღაცა ხო, იქნებოდა ასეთი შემთხვევა. აი ეს წვალებით რომ შექმნით, სიყვარულით რომ შექმნით, იმიტომ გამოვიდა ასეთი კარგი ფილმი და მე მგონი ერთადერთი ჯერჯერობით ღვინოზე თქმული და განმოცემა, გადაცემა გაკეთებული. ასევე, აი დავით ახმები, ქალბატონიძეს და ქალბატონ თქვენი სახელი, ქალბატონ დოდოს, რომ აუცილებლად იგივე უნდა გაკეთდეს პურთან დაკავშირებით, თავთავთან დაკავშირებით. მეფუტკრეობის აღორძინება, ხალხო, ეს არ არის მხოლოდ მეფუტკრეობა, მე თვითონ 5 წელი მეფუტკრეობას მივდოდი და ბოლოს ვერ შევძლებდი ფიზიკურად, იმიტომ რომ ქალი ვარ და ერთადერთი ადამიანი მივლიდი ფუტკარს. 8 გამყავდა და ყველანაირად ჩემი მოსავლელი იყო და იქ ბევრი რამე მამაკაცის გასაკეთებელი და მე უბრალოდ ვერ შევძელი ბოლომდე მეღვაწა ამ დარგში. მეთუნეობა, აი ის მეთუნე, რომელიც გარდაიცვალა უკაცრავად ის ერთი გარდაიცვალა და მეორე სიმსივნე აქვს, ხო ბატონო ლექსო. მეთუნეობა ასწავლა ვინმე სამკაცმა. ყავს მას შეგირდები, რომლებიც ამ დარგს კვლავ აღორძინებენ. ჩემი იდეა არის და დავასრულე, რომ შეიქმნას გარკვეული ფონდი, რომელშიც თითოეული წევრიც და თითოეული ქართული სულისკვეთების მქონე ქართველიც აუცილებლად რაღაც წილს, თუნდაც ერთ ლარს გაიღებს ამ ფონდის შესაწირად და აი ამ ყველა დარგებს ხელახლა აღორძინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქართველები
აღარ ვიქნებით ხალხო. მინდა რომ აი კარგად დაგიწყიათ და შუაგზაზე არ გაჩერდეთ ბატონო ლექსო. აქა ვარ მეც, აი თვითონმა ჩვენგანმა თითოეული გაიღოს თუნდაც დღეს, რომ ეს საქმე გაგრძელდეს. და დაფუძნდეს ფონდი. დაფუძნდეს აუცილებლად რაღაცა შემოწირულობებით, რაღაცნაირად, არ ვიცი როგორ, მაგრამ მე რომ დაუშვათ საჭმელი არ მაქვს სახლში, სასწაულები უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცა შევჭამო და გადავიდეთ, ხო? აი ეს არის ჩვენი პური, ეს არის ჩვენი სული, ქართველობა ამითი უნდა იკვებოს. ხალხო, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი მეობა შევინარჩუნოთ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. უღრმესი მადლობა, რომ თქვენ სულით ჩაუდგით ამ საქმეს და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება. ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს, სრულიად სამართლმადიდებლო ეკლესია გააძლიეროს. აი აქედან მურცეთი ნუ გავალთ ისე, რომ შეძლების და გვარა, თუნდაც 50 თეთრიან ლარი არ გავიხოთ ამ საქმის შესაძლებლად. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. როგორ გასულოს ნეტა ამაცის იმერეთის ნიავო თქვილო როგორც მაღალო ამას ჭირდება ჯერ კარგად დიდი ხანი იმისათვის რომ გამოშრეს, მერე უნდა გამოიწვას. შოშაში სალამ ერთი მეჭურჭლის ოჯახი არსებობს. ამ ციხეს გადასენება ნამდვილად არუზებია. ჩემი საზრით, აი როგორც არის ადამ პუმდა, ხო, ანბანი, ხო? ესევე ეს ფილმი ანბანი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ვაზი. და რაც ყველაზე მთავარია, როცა გაული, მას როგორც ადამიანს, ხო, ისე უნდა რაღაცნაირად მე როგორც მეზღაპე ისე უნდა მივესალმოთ, იმიტომ რომ ის იმსახურებს ამას. იმიტომ რომ ის ჩვენი შეიძლება ეგრე ითქვას, შეიძლება ცოტა ხმამაღლა ვამბობ, სულიერი ცხენია ჩვენ მთელი ცხოვრება ვაზზე ვიჯექით და მივაჭენებით და ამან შეგვინარჩუნა ის, რაც ჩვენ ვართ დღეს. მიყვარხართ და გადაეცით ყველაზე დიდი, რასაც გავაკეთეთ. გადავცეთ ჩვენ შვილებს ეს აზრი, რომ ვყვარდეთ ის კი არა, შეჭამოთ, უზენი რომ შევჭამოთ, არა, იმ მარცვალში ან რომ დავარდება, ხო? რაღაცნაირად, ხო, ისე კი არა, რომ დავარდნილია, ხო? ის დავარდნილი მარცვალიც კი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და ის ასე არ გადავარდოთ რა, იმიტომ რომ იმ მზეი რო ამბობენ, მართლაც მზეა შიგნით, ამ 3 წლის განმავლობაში მე თვითონ დავწმუნდი ამაში, რამე თუ გადავწყვიტე მეც თქვენის არ იყოს, ოღონდ მე ძალიან პატარა, აი ესეთი, ხო? ჩემი თავი ღვინოსთან, ვასთან, რაღაცნაირად გავაიგინო. იმიტომ რომ მისგან საუბარი ვიგრძენი. არსებობს ეგეთი დუმილი საუბარი, არ გელაპარაკება, მაგრამ გელაპარაკება თავისი დუღილით, თავისი სუნით და თავისი არსით. კედავის ფერნის ლებში, რომების გადმოსახედო, კახეთო ჩემო, კახეთო ძირითადად იწება ეს ბოლით. იყავთო სამხურილისთვის სასწავლებელი იყო ესეთი, რომელიც დავამთავრე ეს სასწავლებელი 91-ში. ამას რა უნდა კიდევ ეკითხებიან და 10 ყური უნდაო. ყურიო და ესე იგი 10 ყურიო და დაერქვა სოხობას 10 ყური. დიდი მადლობა ბატონო ლექსო. ქეც ვიხრი მე ერთი რიგითი ქართველი ქალბატონი თქვენს წინაშე, თქვენი დიდი გუნდის წინაშე და შევხვეწები უფალს. პირჯარს გადავიწერ და უფალმა დაგლოცოთ
დიდხანს გაგაძლიეროთ თქვენს და თქვენი მთელი გუნდიც და ასეთი ლამაზი მამულიშვილური საქმე გეკეთებინოთ. სიკეთე არ მოგაგლოთ უფალმა. დიდი მადლობა. არადა რასაც ჩვენებურ ღვინოს წონად უთვლიან შინაური თუ გარეული ოსტატები, სწორედ იგი ნაკლია ღირსება ჩვენი ღვინისა. უცხოეთიდან ნიაღვარივით შემოიჭრა ჩვენში ხელოვნური მეთოდები. ბუნებური ღვინის დაყენება ქიმიურმა ღვინის გაკეთებამ შეცვალა. შანტალიზაცია, სიმჟავის დასაკარგად ღვინოში თაბაშირის დამატება, გალლიზაცია, სითბოს მოსამატებლად შაქრის დაყრა, ფუქსინიზაცია, ღვინის ხელოვნურად შეფერილობა, შეელიზაცია, გამძლეობის მოსამატებლად გლიცერინის შერევა, პეტიოტიზაცია, გაბევრების მიზნით ღვინოზე შაქარწყლის დასხმა. ბევრი ჯერ ხის კასრმა შეცვალა. ხერკინა, რკინა მინისტარამ და ბოლოს პლასტმასების ნაირსახეობამ დაიპყრო ჩვენი ყოფა-ცხოვრება. მართალი, ქართული ღვინის არსებობა სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მეტიც, იმასაც მოვესწარით, რომ ქართველმა კაცმა საკუთარი ხელით აჩეხა მამაპაპის ნალოლიავები ვენახი. მინდა უსურვო ჩემს ქვეყანას, რომ ბევრი ფილმი გქონოდეს გადაღებული, ისეთი ფილმები, როგორც დებუტანმა გააკეთა და გადაიღო და თქვენს ძალა მოგცეთ ჩემო ლექსო და ჩემო ძმებო, საიმისოთ, რომ ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ერთად ჩვენს ქვეყანას. საქმე წამებზე არის უკვე დღეს, წუთებზე და დღეებზე აღარ არის საუბარი. მოსწრებაზე ყველაფერი კი არ არის მართალია გაჩანაგებული და განადგურებული, მაგრამ აიც ბევრია გაფუჭებული და ისეთი რაღაცებია გაფუჭებული, რომელსაც საციცოცხლო ფუნქცია ჰქონდა, მექანიზმი რო და საათის რომელიმე მთავარი დეტალი რო ამოვაცალოთ, რაღაც ესეთ დღეში ჩავცვით. დღეს ეს სპეციალურად არის გაფუჭებული, ეს რომ მექანიზმი მოიშალოს და აქ უნდა დავტრიალდეთ ჩვენ რამენაირად და გავერთიანდეთ ფიქრით, გონებით, გულით, რა ვიცი, ლოცვით. რა ვიცი, მე დიდი ბევრის დამატება აღარ მინდა, ისი თქვაც მინდოდა თითქმის აი ერთი ფილმის ჩარჩოებში თითქმის თქვა, იმიტომ რომ ფილმი ეს არის შედეგი ჩვენი რამდენიმე თვიანი მუშაობისა, შრომისა. რაღაც დაბრკოლებებიც ჰქონდა მახსოვს და ხან მანქანა ჩაგვარდებოდა სადღაც, ხან ის თანხა არ ჰქონდა იწუთში, ხან რაღაცა, მოკლედ ეს იყო უანგაროდ და არის უანგაროდ გაკეთებული საქმე, რომელიც როგორც უკვე მოგახსენებთ თავში, უკვე ისტორიაში შევიდა. ჩვენ და სხვას უბრალოდ უნდა თუ არ შევიდა ისტორიაში და დამთავრებულია, იმიტომ რომ აღბეჭდილია ზედ საქართველოს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აი ეს არის თავარი და ალბათ უმთავრესი რომ ჩვენ და ეს ფილმი იმსახურებს ხალხის ყურადღებას და დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო დიდი და ფართო საზოგადოება ნახავს ამ ფილმს. ოღონდ ძალიან კაცადაც არ უნდა განისაჯოს ის როგორც თქვი, არც მსახიობი მონაწილეობს იქ, არც პროფესიონალი რაღაცა სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი რა ქვია ამას გადაღები ჯგუფი, თუმცა ესეთი ფილმებიც არსებობს, მაგრამ იმათაც დაიგვეხნო და გაუკეთებიათ უმეტეს შემთხვევაში. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და ჩვენს ზემოთ არის უფალი. ჩვენს უკან ჩვენი წინაპრები არიან. ჩვენს წინ არის ჩვენი შთამომავლობა. და აი ესე ერთობით უნდა გავაგრძელოთ, ერთობით უნდა ვიაროთ და ჩვენი წინაპრების გადმოცემული ჩვენი შთამომავლობამდე უნდა მივიტანოთ. აი ამ საქმის თანადგომა სიტყვით, საქმით, ნებისმიერი ფორმით ეს არის ღვთისგან დიდი ჯილდო კურთხევა, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ღირსეულად და ღირსებით ატაროს. ღმერთმა დაგვრჩა.